1 იანვრიდან საჯარო სამსახურებში დასაქმებულების ხელფასი 10%-ით გაიზარდა. პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის თანამდებობრივი სარგო კოეფიციენტების მიხედვით არის განსაზღვრული. შესაბამისად, ქუთაისის მერის ხელფასი 8,000 ლარით განისაზღვრა, ხოლო მისი პირველი მოადგილის ხელფასი 6,400 ლარით. დანარჩენი ორის კი 5,621 ლარით. ხელფასები იზრდება საკრებულოშიც. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ანაზღაურება 7,360 ლარი იქნება. საკითხის განხილვას კამათი მოჰყვა ქუთაისის საკრებულოს ხტომაზე. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალექსანდრე მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა აღნიშნული ცვლილება საჯარო მოხელეთა ხელფასებს შორის სხვაობის გათანაბრების მიახლოებისკენ ყოფილიყო მიმართული. მან ხაზი გაუსვა ისეთ უწყებებში არსებულ თანამდებობების სარგოებს, როგორიცაა მაგალითად ბაღაბაღების გაერთიანება და სხვა. როცა რაღაც საბაზო ხელფასი იზრდება, იქითა შესაბამისად საჯარო მოხელეების ანაზღაურება იზრდება, მაგრამ გვაქვს სურათი, როცა ჩვენ თანამოქალაქეები ძალიან დიდი ნაწილი ვერც ინფლაციას ვერ ეწევა, ვერც ფასებს ვერ ეწევა, ჭეო ბატონო და მათი ანაზღაურება ცოტა ადეკვატურად რომ იზრდებოდეს, კარგი იქნება. ბატონო დავით, რა ვიცი, 300, 400 და 500 ლარი ადამიანის ხელფასი აქვს. იმას რო ქონდეს რაღაც მინიმუმ 20%-ით მაინც რომ მოუმატოთ. ეხლა იმ მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არაერთი ბატონო დავით, ვისა 300 და 400. არა, მოდით შეხედეთ, მოდი 400, 500 იყოს და 600 იყოს, გაბატონო მარეხი. ბაღის მასწავლებელს და აღზრდელებს და სკოლაში შევოგითვლით. მე 10% მარტო არა, გაცილებით უფრო მეტი გაეზარდეთ და ისე ვფიქრობ ტექნიკა. ბაღის მასწავლებლებს წელს როგორც ცენტრალური ადამიანებს რომელსაც აქვს იმის ნახევარი ხელფასი რა შეიძლება კონდეს უშუალოდ ადგილობრივი თქვენ გეუბნებით რომ 300 ლარი აქვს ხელფასი. ჩვენ გეუბნებით რომ არა, 700 ლარია, ხო ბატონო დავით, ბაღში ყველაზე არის თანამშრომლები, ნახარ. არა, ადამიანები არიან ეს იყო პატივცემული. შეიძლება ტექნიკურ პერსონალს წარმოადგენდნენ, არის დამლაგებლებია, გარაჟებია, არაერთი თანამდებობა არის, სადაც ადამიანები დაბალანაზღაურებას შეეულობენ. ეხლა მიმდინარე წელს უკვე 300 ლარს ხელზე ნუ დავიხვევით, მაპატია. არა, 400-ზე გესაუბრებთ, მაგრამ 300 არ მისვენდით, ბატონო ალეკო, არც 400-ზე მოხვებით და არც მაგაზე არ მისვენდით. დავიხვევთ, იმიტომ რომ უსმენთ ერთმანეთს.